ბევრს გონია, რომ დისიდენტური მოძრაობა საქართველოში დაიწყო გასული საუკუნის 70-იან წლებში. ბევრი მიიჩნევს, რომ 60-იან წლებში, ბევრი მიიჩნევს, რომ აი პირველი დისიდენტები იყვნენ მაინც 1956 წელს დაპატიმრებულები. რეალურად დისიდენტური მოძრაობა საქართველოში დაარს შეწყვეტილა მეთქი ან დაიწყო გაცილებით ადრე 20-იანი წლებიდან, 30-იანი წლებიდან, 40-იანი წლებიდან. იყო ასე მაგალითად ესეთი ორგანიზაცია ქეთო აბრევიატურა, ქართველი ერის თავისუფლების ორგანიზაცია. შემდგომ იყო ასეთი ორგანიზაცია სეგო, საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა. თუმცა რასაკვირველია, ცნობილი დისიდენტები, საყოველთაოდ ან საქვეყნო ცნობილი დისიდენტები გაჩნდნენ ჩვენ საზოგადოებაში, მერე რომ გაცნობილდნენ, უფრო ზუსტი რო ვიყო, 70-იან წლებში. და პირველ ყოვლისა ეს რასაკვირველია კონსტანტინე გამსახურდიას ვაჟს, მწერალი კონსტანტინე გამსახურდიას ვაჟს, საქართველოს პირველ პრეზიდენტს, ზვიად გამსახურდიას ეხება თუ უკავშირდება. ოღონდ ზვიად გამსახურდია მარტო არ ყოფილა, მარტო კაცი არ ყოფილა. ზვიად გამსახურდიასთან ერთად თანამებრძოლი მისი და ზვიადის მისი თანამებრძოლი იყო დიდი მერაბ კოსტავა, რკინის კაცი, რომელიც 1989 წლის 14 ოქტომბერს მე დარწმუნებული ვარ, რომ მოკლეს, მაგრამ ამის დამტკიცება რასაკვირველია, ძალიან რთულია, ისევე როგორც მე დარწმუნებული ვარ, რომ რთულად დასამტკიცებელია ესეც, მაგრამ 2010 წლის 10 აპრილს მოკლეს პრეზიდენტი ლეხ კაჩინსკი. მაგრამ ახლა მე პრეზიდენტ ლეხ კაჩინსკიზე კი არ ვსაუბრობ, ან მერაბ კოსტავაზე კი არ ვსაუბრობ, მე ზოგადად დისიდენტურ მოძრაობაზე ვსაუბრობ და მე უკვე დღევანდელობამდე უნდა მოვიდე. დისიდენტური მოძრაობა აკითხავთ 70-იან წლებში განსაკუთრებით ესეთი ხმამაღალი გახდა, ადამიანის უფლებებისათვის იბრძოდნენ და ის ადამიანებიც მათ შორის, რომლებიც უკვე შემდგომ თუ იმ პერიოდში უცხოეთში წავიდნენ. ზოგი მათგანი რამდენიმე პოლიტიკური პარტიის დამფუძნებელიც იყო, აი სეგოს რო ვახსენებთ, არ მინდა შემეშალოს, მაგრამ სეგოს დამფუძნებელი არის საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი ორგანიზაციის ზაქარია ლაშქარაშვილი. ასევე ძმები გუდავები ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის სათავეებთან იყვნენ 80-იანი წლების დასაწყისში. 80-იან წლებში სხვა შორის სხვა ახალი თაობის დისიდენტებიც გაჩნდნენ, რომლებმაც 1993 წელს გააპროტესტეს ედუარდ შევარდნაძის და საბჭოთა საქართველოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება იმის თაობაზე, რომ გეორგიევსკის ტრაქტატიდან 200 წლის თავზე, ანუ 1793-დან 200 წლის შემდეგ, დადგმული იყო დედაქალაქის გასასვლელთან და იდგა კიდეც გარკვეული პერიოდის განმავლობაში ეს მონუმენტი, რომელიც სულაწერეთელი არის ავტორი, რომელიც იყო ამგვარი გადახლართული რკინები და რკინუკები იყო, თითქოს დასტურად იმისა, რომ საქართველოსა და რუსეთის ბედი ერთმანეთთან გადახლართულია, იქვე ადგილზე გააპროტესტეს მოქალაქეებმა, პატრიოტებმა და ბევრი მათგანი დაკავებული იყო კიდეც. ზოგი მათგანი ცოცხალი აღარც არის, სიმართლე გითხრათ. 70-იანი წლების დისიდენტებზე გითხარით. ასევე ჩვენ ვიცით ძალიან ესეთი თითქოს უცნობი, მაგრამ მეორეს მხრივ დიდი დისიდენტების თაობაზე. მაგალითად, ასეთი კაცი იყო, აი დღეს რომ თავდაცვის, დღეს კი არა, ცოტა ხნის წინ თავდაცვის მინისტრი იყო დამოუკიდებელ საქართველოში დათო სიხარულიძე, იმის ვამა ვოვა სიხარულიძე იყო დიდი დისიდენტი. არავის ახსოვს ან ბევრს არ ახსოვს, რომ მწერალი გურამ დუჩანაშვილი კლასელის ზვიად გამსახურდიასი, საოცარი კლასი იყო საერთოდ. ხო, ზვიად გამსახურდიას და მერაბ კოსტავას კლასელი ისიც დისიდენტი იყო. და სხვები და სხვები. სხვა შორის ზოგი მათგანის შვილი, უბრალოდ ერთი მათგანისა. არ დავასახელებ გვარს, გაგიკვირდებათ და რუსეთის ყველაზე დიდ მომხრეთა შორის მომხრედ გარდა იქნა თუ ჩამოყალიბდა უკვე შემდგომ წლებში, ბედის ირონია აბარა არის. აგრეთვე იყვნენ თლად დისიდენტების შესაძლო არ ჰქვიათ მათ, მაგრამ პირები, რომლებიც საპატიმროში არ მოხვედრილან, მაგრამ ყოველნაირად ან ყოველ მხრივ ეწინააღმდეგებოდნენ საბჭოთა კავშირს. მათ შორის გამორჩეული ჩემი პერსონალური აზრით. იყო რამდენიმე პირი, მაგრამ გამორჩეული იყო ორი პირი, ჩემი აზრით. ერთი აკაკი ბაქრაძე და მეორე ნოდარ ნათაძე. ორივე ინტელექტუალი. არა, სხვებიც იყვნენ, განა არა, განსაკუთრებით შემოქმედებით ხელოვან ინტელიგენციაში. მაგრამ კაკო ბაქრაძისა და ნოდარ ნათაძის წვლილი, მე მგონი ჯერაც არ არის სათანადოდ შეფასებული ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის პროცესში, ამბავში, ლექციები მაგალითად კაკო ბაქრაძისა და ნოდარ ნათაძისა.
და ასევე საერთოდ ეროვნული გამოფხიზლებას რო უწოდებთ იმ ამბავში. ხა ბევრს ნანოდანთაძე არ მოსწონდა და ბევრს კაკობაქრაძე, ზოგს კაკობაქრაძე, მაგრამ დაუფასებლობა ამ ორი ადამიანისა არ შეიძლება სხვების სიყვარულიდან არა. მაშინ ნამდვილ დისიდენტთა შორის, ვსვათ საპატიმროში მოხვედრილ დისიდენტთა შორის იყო ერთი ცნობილი ცოცხალია, კალათური თამარი ჩხეიძე, ის იყო ზვიერ გამსახურდიას მოწინააღმდეგე, მაგრამ ეს არამს არ აკნინებს მას. მე თუ გითხავთ და პრინციპული ქალი იყო კალათური თამარი, ილია ჭავჭავაძის საზოგადოების დამფუძნებელი. იყო ასეთი კაცი, გურამ გოგბაიძე, გარდაცვლილა ამას წინათ 84-ში ანტისაბჭოთა პროკლამაციების გავრცელებისთვის დააპატიმრეს და 88-ში თუ არ ვცდები ის განთავისუფლდა. გურამ გოგბაიძე მდუმარე კაცი იყო, ბევრს არ ლაპარაკობდა. და ანტისაბჭოთა პროკლამაციების გავრცელების გარდა მას მისი ბრალი იყო ის, რომ სულ თუ რამეს ლაპარაკობდა ხოლმე დაპატიმრებისას. აგინებდა საბჭოთა ხელისუფლებას ლენინსა და სტალინს და იქ ერთი ინციდენტი იყო, რომ დაიჭირეს, ზღვარში იყო ეს კაცი, დაიჭირეს, ჩამოიყვანეს ფასანაურში, ფასანაურიდან მერე თბილისიდან მამის მოსკოვში გაგზავნეს და არც ერთ და ყველა შემთხვევაში ევედრებოდნენ, თხოვდნენ, რომ იქნება და აღარ აგინო ამ ლენინსა და სტალინს და საბჭოთა ხელისუფლებას, მაგრამ რამდენი ამას ეუბნებოდნენ, იმდენი ორჯერ მეტად იგინებოდა საბჭოთა ხელისუფლებისა და ლენინ სტალინიზმის წინააღმდეგ. რკინის კაცი იყო ისიც, განა არა. ილია ჭავჭავაძის საზოგადოების არა, ილია მართლის საზოგადოების დამფუძნებელი იყო, რამდენადაც მახსოვს. სხვები და სხვებიც იყვნენ. მაგრამ მე მათზეც არ ვლაპარაკობ, გულახდილად გეტყვით ახლა, მე ვლაპარაკობ სხვა ადამიანებზე. წამეფიქრა ამ ცოტა ხნის წინ, ჩვენი დროის სინდისის პატიმრები, უცებრო ესე დროში ამოგზაურო. და გასული საუკუნის 60-იანებში, 50-იანებში, 80-იანებში, 70-იანებში, რომ ესე ჩაასკუპო, ჩააგდო. ისინი როგორები იქნებოდნენ? საბჭოთა ხელისუფლების წინააღმდეგ იბრძოლებდნენ თუ არა? და ისეთ რა, მე ასე დაზუსტებით როგორ შეიძლება ითქვას, მაგრამ 45-60 პატიმარია და 60-ვეზე თავს ვერ დაძდებ რა საკვირველია. მაგრამ მე რატომ ყავს მათი დღევანდელი ქცევა, მათი დღევანდელი მოქმედებები, მე მკარნახობს იმას, მიბიძგებს იმ ფიქრისაკენ, რომ ისინიც გაამდიდრებდნენ ქართულ დისიდენტურ მოძრაობას. ხოშვის არც თუ იდეალურს ფლად გულახდილები თუ ვიქნებით, მაგრამ დისიდენტურ და საპროტესტო საბჭოთა ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილი საზოგადოების მოძრაობას. 60-ვეზე თუ 55-ვეზე ცხადია თავს ვერ დავდებ, მაგრამ მათი უმრავლესობის საჯარო გამოსვლები, მათი უმრავლესობის ლექსიკა, მათი უმრავლესობის თვალსაწიერი, მათი უმრავლესობის სოფლხედველობა და ასე შემდეგ და პირველ ყოვლისა რასაკვირველია ის საჯარო განცხადებები, რომელსაც ისინი გვაცნობენ პერიოდულად, მე მიბიძგებს კვლავ ვიმეორებ ფიქრისაკენ, რომ ისინი თანამოაზრენი იქნებოდნენ სწორედაც რომ მერაბ კოსტავასი ან სხვებისა, ვინც საბჭოთა ხელისუფლებას ებრძოდა. და ვინც ჩამოამხო სხვათა შორის, ან ესე ვიტყვი, არც თუ პატარა წვლილი შეიტანა საბჭოთა ხელისუფლების ჩამომხობაში. დიახ, მერაბ კოსტავა ვერ მოესწრო საბჭოთა კავშირის დანგრევას, მაგრამ ასე რომ ამბობდა ხოლმე და წინაპართა სულები, ზვიერ გამსახურდია წინაპართა სულები დაგუნათიანო ჩვენო, ხო, თუ რამ არსებობს. ახლა უნდა მეთქო რომ ალბათ მაინც არ არსებობს მეთქი, მაგრამ ვიღაცა ხოთლის რომ არსებობს, ხო. თუ რამ არსებობს, იქიდან კოსტავა იყურება ამ დალოცულ საქართველოში და გაიხარა მან 91 წელს, როცა მისმა მეგობრებმა გამოვაცხადა აღადგინა საქართველოს დამოუკიდებლობა. ეს ახალგაზრდები, რომლებიც დაპატიმრებულნი არიან მოცემულ ეტაპზე, იმდენად შეუდრეკელნი არიან და იმდენად სწორ პრინციპებიანები არიან, რომ სწორი პრინციპების მატარებლები არიან. და სწორი ვორდინგი აქვთ, რომ დისიდენტები იქნებოდნენ. და რატო ყვები ამ ყველაფერს? იმიტომ ყვები, რომ რაოდენ მდიდარია თურმე ქართული საზოგადოება დღესდღეობით. რომ ესე არა მიზან მიმართულად, არამედ სახელდახელოდ ამოკრებილი შემთხვევითობის პრინციპით ამოკრებილი ადამიანები, რომლებიც საპატიმროში არიან ახლა და რომლებიც აქციების
ზემონაწილეობის აქციებში მონაწილეობის გამო არიან დაპატიმრებულნი ამ რეჟიმის მიერ. ერთმანეთზე უკეთეს ადამიანებს ხედავთ ჩვენ და ერთმანეთზე უკეთეს მოქალაქეებს ხედავთ ჩვენ. რაოდენ მდიდარია თურმე ქართული საზოგადოება, რომელსაც ხოლია თურმე და ბევრმა არ იცოდა, ამ თუ იცოდა, მოდი ასე ვიტყვი, ხოლია თურმე მზია მაღლობელი. ქალი სინდისი ჩვენი საზოგადოებისა, რომელსაც ყავდა და ხოლია და ეყოლება მზიაც და ზვიად რატიანიც, რომლის სასამართლოს ეგრე მაგის პასუხია წინგველის და კიდევ ერთხელ დავწმუნდებით, რომ ჩვენ კიდევ ერთი ჩვენი დროების გმირი გვყავს. ზვიადი პოეტია და მზია ჟურნალისტი ანდრო ჭიჭინაძე არის მსახიობი, რომელიც შესახებას ბევრმა საზოგადოების დიდმა ნაწილმა სულაც არ იცოდა, რაოდენ მდიდარია თურმე ქართული საზოგადოება, რომ მას ჰყავს ანდრო ჭიჭინაძე. რაოდენ მდიდარია ქართული საზოგადოება, რომ მას ჰყავს ასე მაგალითად ონისე ცხადაძე, ასე მაგალითად კიკნაძე, ასე მაგალითად ცეცხლაძე, ასე მაგალითად სხვები და სხვები, რომლებიც აგი გითხარით, რომ ერთმანეთზე უკეთეს სიტყვებს წარმოთქვამენ მეთქი, მაგრამ კიდევ რაოდენ მდიდარია ნინო დათაშვილი, ასევე ცხადია სახსენებელი. მაგრამ კიდევ რაოდენ მდიდარია ქართული საზოგადოება, რომ მას გარეთ მყოფებიც ყავს დისიდენტები. აი ზუსტად ისეთები კაკო ბაქრაძე რო იყო, მასშტაბი კაკო ბაქრაძისა ძალიან დიდი იყო, მაგრამ ძალიან მასშტაბური კაცი იყო მართლაც რომ, მაგრამ ადამიანები, რომლებიც შეიძლება ამგვარად მასშტაბურები ამ სფეროში, ამ მიმართებით შესაძლოა სულაც არ არიან, მაგრამ ისინიც არიან შეუპუებელნი და რატომაც არა, თავის სფეროში ისინი მეტად მასშტაბური ადამიანები არიან. აი რაოდენ მდიდარია ქართული საზოგადოება, რომ მას ყავს ბოლო 10 დღეში ალბათ მე-4 ვაქებ ნინო ქათამაძე ან დათო ნინო ქათამაძე ან სხვები და სხვები. ხო, ასე მაგალითად. ან მაგალითად ვინ გავიხსენო ახლა და გიორგი უშიკიშვილი ასე მაგალითად. კიდევ სხვებიც. აი, ხო ვინ ვახსენო ახლა? მდიდარია ქართული საზოგადოება, რომ მას ყავდა მახო ხარბელი აცგარდასვლილი, ჩემი მეგობარი ჩემს ძმასთან ერთად ვიხსენებდი. ის არ იყო ხმამაღალი კაცი, მაგრამ ის იყო შეუპოვარი კაცი. და რაოდენ მდიდარია ქართული საზოგადოება, ხა ერთ უცნაურ სახელს უკვე არაუცნაურს, მაგრამ გვარი არაუცნაურია, მაგრამ თქვენთვის უცნობია. აი მე დავასახელებ ერთ ადამიანს, რომელიც მე მისმენს გარკვეული ალბათობით, ჩემს მეგობარს, კაც ჩუმს, რა კაც სამახს, ჩემს კოლეგას, მაგრამ ესეც არასწორია ალბათ, ის კლასიკური სახით ჟურნალისტი არ არის, ის კლასიკური სახით ლიტერატორი, კრიტიკოსი არ არის, ის კლასიკური სახით არა, ის მრავალ ასპექტიანი ადამიანია. მას ქვია ბიზინა და გვარად არის, არა ივანიშვილი არ გეგონოთ რომელიმე თქვენგანს, ის არის გვარად მაყაშვილი. და რაოდენ მდიდარია ქართული საზოგადოება, რომ მას ყავს ბიზინა მაყაშვილი და არა მხოლოდ ბიზინა მაყაშვილი. ესეთები ჩემთვის უცნობები პირველ ყოვლისა არიან ამგვარი ადამიანი მოქალაქე არის ძალიან ბევრი. აი რაც შეეხება საპატიმროში მოქცეულებს, მათ მიმართ განაჩენის გამოტანას კი ქართული რუსული ოცნება ბანდა ბიზინა ივანიშვილისა კი ჩქარობს, გაგიკვირდებათ და. ხა ბევრი იტყვის, რატომ ჩქარობსო? ბევრი იკითხავს ასე. რა არის აჩქარების მიზეზიო? პერსონალურად მე მგონია, უბრალოდ მეგონა, რომ ქართული რუსული ოცნება განაჩენების დაყენებას ამა თუ იმ პირთან მიმართებაში აპირებდა იმ დააჩქარებას. განაჩენების აპირებდა იმისა და გამო, რომ მე უკვე პრეზიდენტად წოდებულ მიხეილ ყაველაშვილს თითოეული მათგანი შეეწყალებინა. მაგრამ ერთი რას ვფიქრობ მე და უკვე აღარ ვფიქრობ ასე, არამედ და მეორეა რას ფიქრობს ან როგორ ფიქრობს ბიზინა ივანიშვილი. ბიზინა ივანიშვილი ამ ნაბიჯს ცხადია განიხილავდა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოქალაქეები, რომლებიც საპატიმროში მოხვდნენ, აბსოლუტურად არაფერ ჩაუდენიათ, ეს მოქალაქეები, ანუ სინდისი პატიმრები, ყველანი ერთად თუ თითოეული მათგანი ცალ-ცალკე დაწერდა თხოვნას პრეზიდენტად წოდებული, პრეზიდენტად რომ მუშაობს უვიცი ყაველაშვილის სახელზე და სთხოვდა მას, რომ იქნება და შემიწყალო გამომიშვა გარეთო. ოღონდ არც ერთმა მათგანმა, ვინც უკვე ბრალდადებულია და არც მათ, ვინც ეჭვმიტანილია ამათეული კანონებით, ანუ ბრალდადებული ჯერ არ არის, მაგრამ სჯავრდებულია, სასამართლოში არის საბრალდებო სკამზე, არც ერთმა მათგანმა ეს შეწყალების აქტი კი არა, თხოვნა შეწყალების თაობაზე არ დაწერა. ახლა ბიზინა ივანიშვილი ერთგვარად გაიჭედა. ერთის მხრივ მას ეგონა, ასეთი წარმოდგენა ჰქონდა ამ ადამიანებზე, რომ ისინი მას ბოდიშს მოუხდიდნენ ქართულ სახელმწიფოდ წოდებულ ბანდას
მოუხდიდნენ ბოდის და ამის შედეგად თვითონ გულმოწყალე ან ყაბელაშვილი იქნებოდა აგულმოწყალებული და მეორე მხრივ ეს შედეგი არ დადგარა მის წესით უნდა ხდებოდეს ან ხდება რომ ყოველი დამატებითი დღე ამ პერიოდის საპატიმროში გაჩერებისა არის მისთვის დამაზიანებელი რეპუტაციისთვის, რენომესათვის, იმიჯისათვის, რეიტინგისათვის. მეორე თვლის რომ ბიზნა ივანიშვილს სულ ირაკლი კობახიძეზე ჰკიდია დამაზიანებელია თუ არა მისთვის საპატიმროში დატოვება სინდისის პატიმრებისო, მაგრამ თუნამ რაციო შერჩენია მას ნაციონალური აზროვნებისა. წესით ეს ასე არ უნდა იყოს. მაგრამ მეორე მხრივ ჩიხში მოქცეულ ივანიშვილს უნდა რა რომ შეწყალების თხოვნით მიემართათ პატიმრებს პრეზიდენტად წოდებული ყაველაშვილისთვის, ახლა გადასადგმელი ნაბიჯი არ აქვს. იმიტომ რომ მან შესანიშნავად უწყის, როგორც კი ყაველაშვილი ცალმხრივად შეიწყალებს პირებს, რომლებიც არიან უკვე ბრალდადებულნი ან მომავალში იქნებიან ბრალდადებულნი, საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი პირდაპირ მნიშვნელობით დასცინებს ქართულ რუსულ ოცნებას, თავად ყაველაშვილსაც და ერთის მხრივ დასცინებს და მეორეს მხრივ ჩვენ ვიტყვით რომ ჩვენ აგე გამოვტაცეთ სინდისის პატიმრები ბიზნა ივანიშვილის რეჟიმს და ბიზნა ივანიშვილის რეჟიმი ამას გაგიკვირდებათ და ვერც იმად ისე შეფუთავს რომ გამოუვიდეს რომ თითქოს ასეთი სულგძელია და ვერც ევროპელებისთვის იქნება ეს გადმოგდებული 30 თუ 55 ბარტყი, ასე უნდა მოიხსენიოთ თითოეული მათგანი ოღონდ უბოდი შეწყადია, ვერც ევროპისთვის იქნება აღქმული, არც ევროპის მიერ იქნება აღქმული, როგორც დათმობა, იმიტომ რომ ეს არის ერთი და მხოლოდ ერთი დასათმობი ბიზნა ივანიშვილის რეჟიმის, რუსული რეჟიმის მიერ თუ მხრიდან ასეთი ქართული სახელმწიფოსთვის მაზიანებელი გადაწყვეტილება მან მიიღო ძალიან ბევრჯერ, მაგალითად რუსული კანონები მიიღო, მაგალითად ევროპულ გზას უღალატა, მაგალითად რუსულ თარგსა თუ ყაიდაზე მოვაწყო ქვეყანა. ამიტომ 1/5-ის თუ 1/7-ის დათმობა სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ვინმე მის პროევროპულ ლიდერად, პროევროპული სახელმწიფოს ლიდერად წარმოადგინოს და აპატიოს მას ყველა ის უკეთურობა და დანაშაული, რომელიც მას ჩადენილი აქვს ქართული სახელმწიფოს წინაშე. ამიტომ გაჭედილია ბიზნა ივანიშვილი და პერსონალურად მე მაქვს მოლოდინი ადრე სხვაგვარი ფიქრი მქონდა, რომ ბიზნა ივანიშვილი არც არავის არ გამოუშვებს პირიქით მათ მიმართ და პოლიტიკოსების მიმართაც იქნება დაეცადოს კიდეც რომ დამამძიმებელი გარემოებების შექმნას და კიდევ უფრო მეტად დაუმძიმოს ბრალი ნებისმიერ მარგანს. 2 სექტემბერს დადგება ანტონ ჩეჩინის, 2 სექტემბერსვე ირაკლი მიმინოშვილის, სვიად ცეცხლაძის, ვეფხია კასრაძის, ნიკოლო ჯავახიშვილის, ინსაფ ალიევის, ვასილ კაძელაშვილის, თორნიკე გოშაძის, გიორგი გორგაძის, 3 სექტემბერს საბას ხვითარიძის, ასევე გური მირცხულავას, ირაკლი ქერაშვილის, ანდრო ჯიჯინაძის, ონი ცეცხლაძის, ჯანო არჩაიას, გია ტერიშვილის, ვაკო თეთრაშვილის, ლუკა ჯაბუას, რუსლან სივაკოვის, სერგეი კუხარჩუკისა და რეზო კიკნაძის განაჩენები და ასევე 3 სექტემბერს ოდნავ მოგვიანებით ნიკა კაციას განაჩენები. მე მინდა მივესალმო ჩვენ დროის დისიდენტებს, ამ ადამიანებს. ღმერთმა უწყის 70-იან წლებში მართლა 70-იან წლებში რომ ესე ჩაგესკუპებინა ბევრი მათგანი ან ზოგი მათგანი ისეთივე უტეხი იქნებოდა თუ არა, იმიტომ რომ ის მაინც ძალიან რეპრესიული რეჟიმი იყო, შეუდარებლად რეპრესიული ვიდრე დღევანდელია, მეთქი ამას ვამბობ ერთის მხრივ, მაგრამ მეორეს მხრივ საკუთარი თავის არც მჯერა, იმიტომ რომ ფსიქოლოგიური ზეწოლები, რომლებსაც ახორციელებენ ქართული რუსული ოცნების რეჟიმის მსახურნი პატიმრების და განსაკუთრებით პოლიტიკური პატიმრების მიმართ, რასაკვირველია ჩამორჩება იმ სისასტიკეებით, იმ ზეწოლებს, რომლებსაც ახორციელებდა საბჭოთა რეჟიმი, მაგალითად ზვიად გამსახურდიას, როცა ის ფსიქოტროპული წამლებით გაჭყიპეს და სხვებზეც და ადამიანი ინდივიდუალურად ტყდება ან არ ტყდება და გამსახურდიასთან მიმართებაში და კოსტავასთან მიმართებაში და სხვებთან მიმართებაში იცით რომ სხვადასხვაგვარი მაგალითები და თვალსაჩინოებები გვაქვს, როგორც იმას გატეხვას ვერც ვუწოდებ ჩემი აზრით ყოველ შემთხვევაში, რაც 70-იანი წლების მიწურულს მოხდა ზვიათთან მიმართებაში. მე არ ვიცი რა მოხდებოდა ესეთი რომ გესკუპებინა 70-იან წლებში ან 60-იან წლებში, მაგრამ ვიცი რომ ამათი ვორდინგი, ამათი ლექსიკა, ამათი თვალსაწყიერი, ამათი მსოფლმხედველობა და ამათი შეუპოვრობა
ძალიან გაამდიდრებდა ქართულ დისიდენტურ მოძრაობას და არა მხოლოდ ამათი. აი შემოქმედებითი ინტელიგენცია ვახსენე, ან ინტელიგენცია ვახსენე, ან მორი ელიტა დავარქვათ, ან თუნდაც არც დავარქვათ ელიტა და გავთქვათ გამორჩეული ადამიანები თავიანთი ნიჭით პირველ ყოვლისა და მიღწევებით. ეს ადამიანებიც, აი იგივე გიორგი უშიკიშვილი ვახსენე უკვე მეოთხედ ბოლო 5 დღეში თუ ბოლო 10 დღეში ინო ქათამაძემ უფრო მეჯერა მყავს ახსენები. სხვები და სხვები და აი ბიზინა ვახსენე, ოქტაი ქაზუმოვი შემიძლია ვახსენო და კიდევ ის ადამიანები რომელსაც მე არ ვიცნობ უბრალოდ, აი პირდაპირ ლაპარაკობ. ხო, მე ვიცნობ ალბათ რაღაც 5%-ს, 10% მაქსიმუმ საზოგადოების. ესენი აღმოჩნდნენ, რომ არიან ძალიან ბრგედმყოფი ადამიანები, რომლებმაც შესანიშნავად იციან თავისუფლების ფასი. და თავისუფლების დაცვას შინაგანი მეს თხოვს თითქოს ხშირ შემთხვევაში ბევრ მათგანზე. ბევრ მათგანზე ჩვენ გამწყრალნი ან ზოგ მათგანზე გამწყრალნი ყოფილვართ განა არა მათი არ წარსული ცხოვრების ცალკეული ეპიზოდების გამო, მაგრამ ორდინალურ ვითარებაში თუ ვინმეს გაუწყრები და ის ადამიანი არაორდინალურ ვითარებაში იქ იმოქმედებს ისე როგორც უნდა იმოქმედოს ნამდვილმა პატრიოტმა მოქალაქე, ამ შემთხვევაში ყველა ორდინალურ ვითარებაში დაშვებული შეცდომა გასაკვირველია უნდა იყოს ნაპატი. არაორდინალური ვითარება ახლა ჩვენთან უკრაინის არ იყოს ჩვენ ვიბრძვით. უბრალოდ ჩვენ არ ვიბრძვით, მხოლოდ უკეთესი საქართველოსთვის, კარგად უნდა აღვხსნა ეს. უნდა ვეცადო ყოველ შემთხვევაში კია. ჩვენ არ ვიბრძვით მხოლოდ უკეთესი საქართველოსთვის, ეს ბრძოლა არის მორალური ბრძოლა. ეს არ არის რაღაცა ბრძოლა იმისთვის, რომ ხელისუფლებაში ვინმე მოვიდეს, ვიღაცა წავიდეს, ვიღაც ერთი უარესი წავიდეს და მეორე უკეთესი მოვიდეს. ის კანონი შეიცვალოს. ეს არის პირველ რიგში რასაკვირველია სახელმწიფოსთვის ბრძოლა, იმიტომ რომ ჩვენ კარგად უნდა ხვდებოდით, რომ სახელმწიფო როგორც ასეთი არ იარსებებს ბიძინა ივანიშვილის რუსული ბანდის ხელისუფლებაში დარჩენის შემთხვევაში, ძალაუფლებაში დარჩენის შემთხვევაში. და ჩვენ ასევე კარგად უნდა ვიცოდეთ, რომ ეს არის მორალური ბრძოლა. აი ადამიანი მოქალაქე, უნდა ასე ვიტყვი. შეიცნობა ამ არაორდინალურ ვითარებაში იმის გათვალისწინებით მორალურ რა ზნეობრივ თუ გნებოთ ასე ვიტყვი და არჩევანს აკეთებს მოცემულ ეტაპზე. ის არის არა მარტო ქვეყნის წინააღმდეგ, არის თუ არა ქვეყნის წინააღმდეგ, არა მხოლოდ ქვეყნის წინააღმდეგ, არამედ ადამიანობის წინააღმდეგ. ადამიანის წინააღმდეგ. სხვა განსხვავებული ადამიანის წინააღმდეგ, მაგრამ იმ სხვას განსხვავებულს ყავს შვილები, აქვს თავისი მორალი, აქვს თავისი სტრატეგია, აქვს თავისი პრინციპები, თავისი ღირებულებები და ასე შემდეგ. ვიუკლებლივ ყველა არ ვიცი ხა ეს რამდენად უნდა ვთქვა, მაგრამ კი ბატონო მაინც ვიტყვი, ბევრი ყოველ შემთხვევაში. ვინც აღმოჩნდა მდინარის აქეთა სანაპიროზე და აქეთა სანაპიროზე კი ჩვენ ვართ. ჩემი წარმოდგენით, რუსულ სანაპიროზე, მოდი ასე ვიტყვი. სხვადასხვა მიზეზით. ხო? მან საკუთარ თავს იმ ადამიანებმა გამოუტანეს სამომავლო განაჩენი. და არავინ არ სთხოვდა მათ დისიდენტობას, არც გურამ გოგბაიძეობას, არც მერაბ კოსტავობას, არც ჩვენი დროის დისიდენტობას, ანდრო ჭიჭინაძეობას თუ ზია ამაღლობელის მსგავს ქმედებებს, რასაკვირველი არა. ჩვენ უბრალოდ ვთხოვდით ან ვინდოდა უფრო ზუსტი რომ ვიყო, მათ აერჩიათ მხარე საქართველოსი. თუნდაც დუმილით ოღონდ პრინციპული ქმედებებით. მათ არა მხოლოდ საქართველოს მხარე არაირჩიეს და გადავიდნენ რუსეთის მხარეს, არამედ მათ აირჩიეს ანტიჰუმანური, ანუ ადამიანის წინააღმდეგ არჩევანი გააკეთეს. თავისუფლების წინააღმდეგ, ქვეყნის წინააღმდეგ. მე ძალიან მაფიქრებს, ბევრთან ვისაუბრე ამ თემაზე, როგორ უნდა თანავიცხოვროთ მათთან უკვე შემდგომ, როდესაც ეს ყველაფერი დასრულდება და დასრულდება უთუოდ კარგად. როგორ უნდა თანავიცხოვროთ ადამიანებთან, რომლებმაც არაორდინალურ ვითარებაში ჩვენ მიგვატოვეს. საკუთარი თავი მიატოვეს, საკუთარი შვილები მიატოვეს. კვლავ ვიმეორებ, მე დისიდენტობას მათ არ ვთხოვდი და არ ვთხოვ, რა უფლება მაქვს, მე თვითონ ვერ დისიდენტია და სხვას მოსთხოვო ცოტა რთულია, გვარიანად რთულია, მაგრამ
მაგრამ ერთგვარი მოლოდინი მქონდა იმისა, სულ მქონდა ეს მოლოდინი დღიდან დღემდე, რომ ადამიანებისკენ გადადგამდნენ ნაბიჯებს. სამშობლოსაკენ, თავისუფლების დაცვისაკენ და ასე შემდეგ, მაგრამ ადამიანობას არ დაკარგავდნენ. ჩვენი დროის დისიდენტებს ბევრს. მადლობა უნდა გადავუხადო. დიდი მადლობა.